თქვენს დოკუმენტურ ფილმში ამ ფილმზეც გაქვთ ხო ნახსენები? ამას კოპოლას უყვარს. კოპოლას და სკორსეს. ხო, მაგრამ. ვაიმე ის რო გიხსენებია, გამოიწერეთ ჩვენი არხი. გამარჯობა. დღეს ხომ მნიშვნელოვანი დღე და განსხვავებული დღე, ამიტომ რომ განვიხილავთ ფილმს, კლასიკას, მაგრამ ეს არის ერთი რო ქართული ფილმი, პირველი უხმო ფილმი არის, ასე რომელსაც განვიხილავთ და პირველი დოკუმენტური ფილმია, რომელსაც განვიხილავთ. პირველი ქართული. ხო, ეგ ბევრი რამით არის ზოგადად დუბლიორზე კი არა, ზოგადად სოფლიოში ბევრი რამით არის პირველი და მნიშვნელოვანი და ძალიან რაღაცების გადამწყვეტი მსოფლიო კინემატოგრაფში, ასე რომ სახელი ვთქვით ფილმის. ალბათ თუ გამოიცნობს ჯიმ შვანთე, ქართულად როგორც მარილი სვანეც, გენიალური მიხეილ კალტაშვილის გენიალური ფილმი. კი, აი სცენარის ავტორი დოკუმენტურზე იშვიათად ამბობენ ასეთ ტერმინს, მაგრამ მაინც ყველა ფილმს ყავს სცენარის ავტორი, არის კალატოზიშვილი, რეჟისორი და ოპერატორი, ზოგიერთი წყაროდან კალატოზიშვილი მიიჩნევა, მაგრამ ასევე შალვა გიგელაშვილი არის ასევე ამ ფილმის ოპერატორი, რომელიც ოპერატორული ნამუშევარი ამ ფილმში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ცალკე სასაუბროა ხატრობასთან ერთად. და ამ ფილმის მხატვარი არის დავით კაკაბაძე. რაღაც ეპიზოდებში ძალიან მაგრა ეთყობა, რომ კაკაბაძის ხედვა არის, 1930 წლის ფილმია. ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ ახალ გამოცდილებებს იძენს კინემატოგრაფიის ზოგადად მსოფლიოში. თუმცა უკვე არ არსებობს გარკვეული თეორიები, განსაკუთრებით ეხება მონტაჟს და საბჭოთა კავშირი და მონტაჟის თეორიები ჩახში ძალიან კარგად ჩანს, ანუ საოპერატორო ნამუშევართან ერთად მონტაჟი ერთ-ერთი მოწინავე ტექნიკური ნაწილია ამ ფილმის, რაზეც საოცრად ბევრი უნდა ველაპარაკოთ, იმიტომ რომ მართლა იდეური ნაწილი, რომ ახლავე ვახსენებთ იმას, რომ არის პროპაგანდისტული ფილმი, არის შეკვეთილი ფილმი და ღრმად პროპაგანდისტული და ძალიან ნათლად პროპაგანდისტული ფილმი და მიუხედავად ამისა, რამხელა ღირებულება აქვს მარტო იმ ტექნიკური თვალსაზრისით კი არა, კინემატოგრაფისტვის რა გააკეთა. ხატრული ნაწილიც კი რამაგრად არის გაკეთებული. კალატოზიშვილი აქვე უნდა ვახსენოთ, რომ მარჯდებოდა რეალურად იმ ჩარჩოში და იმ სტანდარტში, რასაც მოიცხოვდა საბჭოთა კავშირი. ამის მიუხედავად, რომ მათთვის გაკეთებული ფილმია, რეალურად საერთოდ არ არის მათთვის გაკეთებული ფილმი და ის რითაც დაიჯერა თვითონ დამკვეთმა ის, რომ კი საჩვენოდ გადაღებული ფილმია, ზუსტად იმ დეტალებით ჩანს, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის და ზუსტად იმ დეტალებით აჩვენებს იმ სიმახინჯეს, რაც ჰქონდა რეჟიმს. ჯერ კიდევ 30 წელს. კი, კიდევ უნდა ვახსენოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტური ფილმია, არის ეგრეთ წოდებული დადგმული კადრები, ანუ ინსცენირებული კადრები, რაც არის ხოლმე დოკუმენტურ ფილმებში, მაგრამ აქ საინტერესო ის არის, რომ ეს ფილმი უნდა ყოფილიყო მხატვრული ფილმი, ანუ კალატოზიშვილი იღებდა ფილმს ბრმა, მე მგონი, და რაღაც მიზეზების გამო ეს ვეღარ მოხერხდა და იმ ფილმის კადრები მოკლედ მონტაჟით გააკეთა შემდეგ ეს დოკუმენტური ფილმი. მიუხედავად იმისა, როგორ კარგად გამოიყენა სისტემამ ეს კინოსურათი, იმიტომ რომ იმდენად აშკარად ამბობს იმას, რაც იყო დაკვეთის იდეა, რომ ხო, ანუ ამას აღარ ჭირდება ბევრი ჩაღმავება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მალევე მიხვდა სისტემა, რომ ეს ფილმი იყო, რომელიც ასე ხელმისაწვდომი არ უნდა ყოფილიყო და ძალიან დიდი დროის განმავლობაში თაროზე იყო შემონახული და ბევრი ლეგენდა ახლავს ამ ფილმს რაღაცები. ერთ-ერთი ლეგენდა განსაკუთრებით უყვარს მე, მაგას ბოლოს ვიტყვი მაშინ, იმიტომ რომ ხო, დრამატურგიული კუთხით დავიწყებთ საუბარს და რამდენიმე ნაწილი არის გამოსაყოფი, უფრო რაზე მუშაობს. რაღან თქვით, რომ არის შეკვეთილი ფილმი, რას გულისხმობდა ეს? რა საკვირველია ის, როგორი ცუდი იყო ადრე და როგორი კარგია ახლა, ანუ როგორი ცუდი იყო რევოლუციამდე და რევოლუციამ როგორ გამოაკეთა ყველაფერი და უკეთესობისკენ წაიყვანა და ამ ხრივ აირჩიეს უშგული, ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი რეგიონი საქართველოში. მართლა ძალიან ჭკვიანურად და ძალიან მაგრამ კარგად გამოიყენეს ეს. ხრივ ასე უბრალოდ თქვა, რომ უცუდი რა ცუდია ჩაკეტილები იყვნენ და ინახეთ გზები გავაკეთეთ და უკვე რა კარგია, რეგიონი რომელიც მართლა მოწყვეტილი იყო დაუკავშირეს სამყაროს. მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი არასდროს რეჟიმისთვის. ამიტომ სხვა სიმბოლოები რაც არსებობდა რისთვისაც უნდა ებრძოლათ, ესენი
აქვთ გამოყენებული ძალიან მაგრად. ერთ-ერთი პირველი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი მტერი იყო რწმენა და რელიგია. რწმენა, რელიგია და ტრადიციები ძალიან კარგად აქვთ გამოყენებული ამ ფილმში, როგორ ებრძვიან, რომ პირდაპირ სიტყვებით, ტიტრებით არის ნათქვამი ის, რომ რელიგია აჩანაგებს სვანეთს. ანუ ეს ამოწერილი პირდაპირ ასე წერია. პირდაპირ სიტყვებით, რომ გეუბნება და სიტყვა რელიგია, სიტყვა ტრადიციას პირდაპირ ახსენებენ უარყოფით კონტექსტში და ყველაფერი ბრალდება საბოლოო ჯამში ამას, რომ ხალხი მისდევს იმ ადას ჩვეულებებს, რაც მოყვებათ უკვე საუკუნეებია და ეს არის ის სუსტი წერტილი, რის გამოც ისინი ასე იჩაგრებიან. ამას თუ დაივიწყებენ და აირჩევენ ახალს, ანუ რევოლუციურ გზას, მაშინ აი ისინი მიიღებენ მარილს. მარილი, რომელიც ამ შემთხვევაში მხოლოდ მარილზე არ არის ასე პირველი საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ინფორმაციული ფილმია, ამ რეგიონზე ძალიან ბევრი ინფორმაციას გაწვდის და აი 47 წუთიანია, ნუ 50 წუთამდეა და რო ამთავრებ ისეთი შეგრძნება გეუფლება, რომ ძალიან კარგად იცნობ ამ ხალხის ყოფას. ამასთან ერთად ტემპიც ძალიან სწრაფია. ბევრ რაღაცას იყვება ერთად რა, ანუ თუნდაც რელიგია, ტრადიცია, რთული იყო იმ ხერხის მოძიება ალბათ, რომ გასაგები ყოფილიყო თხრობა, ანუ გასაგებად გადმოეცა ისი თქმა უნდა და ამ ფილმის და ეგ ძალიან მაგრად არის გაკეთებული. ზუსტად იმით, რომ ეგრეთ წოდებულ ქვეთავებად არის დაყოფილი. ოღონდ შინაარსობრივად რო უყურებ, ხვდები, რომ აი მაგალითად როცა ვახსენებთ და ალბათ ანუ განვავრცობთ უფრო მაგალითად რელიგიის ეპიზოდი და შემდეგ მაგის საშუალებას გაძლევს, რომ ეგრე ილაპარაკო რა და აქედან გამომდინარე პუნქტებად არის ფილმშივე დაყოფილი, მაგრამ თლიანობაში ძალიან ერთიანია და დრამატურგიულად მით უმეტესად ასეთი ფილმებისთვის ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იდეა რაც ანუ ამ შემთხვევაში პროპაგანდისტულია, მაგრამ მაინც ფილმის იდეა იყოს მაყურებლისთვის, რაც შეიძლება ნათელი, ოღონდ არ იყოს ესე მართლა პირდაპირ ნათქვამია. ტექსტი რომ საერთოდ არ იყოს ვიზუალით გეტყვის ყველაფერს, რასაც ტექსტი გეუბნება, უბრალოდ აი ამ ქვეთავებად დაყოფაში ეხმარება ეს ტექსტი. მთავარი დოკუმენტური კინოსთვის არის ის, რომ რაზეც საუბრობ, ის ზოგადად იყოს საინტერესო. უკვე შენ კიდე უფრო რამდენად საინტერესოს გახდი, ეს კიდე სხვა ამბავია. აი ამ საინტერესო რაღაცას იმ თხრობის საშუალებებთან ერთად, რაც აქ არჩეული კალატოზიშვილს, ყველაფერს გეუბნება ვიზუალი მოქმედება ის, რასაც იყენებს და ის სიტყვები უფრო ეხმარება ზუსტად ამ პროპაგანდისტულ ნაწილს, იმიტომ რომ უყურებ როგორ ცხოვრობენ სვანები, რა ცხოვრების წესი აქვს და მართლა როგორი რთულია, ქცივა რო უყურებ, რომ აი შენ შეიძლება ვერ გაუძლო, მით უმეტეს დღევანდელმა ადამიანმა. ანუ მაგრამ ამ დროს ისე საინტერესოდ არის მოწოდებული ყველაფერი, ეგზოტიკურიც არის, რაღაც თვალს ძალიან ხიბლავს, მიუხედავად იმისა, რამდენად მძიმე სურათებს უყურებს. ეს საინტერესოობა და ის მეთოდები რითაც არის მოწოდებული სათქმელი, არ გეუბნება იმას, რომ ეს ცუდია. ამიტომ ის სიტყვები ძალიან ჭირდება ამ პროპაგანდისტვის, რომ ქვემოთ ქარხნების გუგუნი ისმის, აქ კი ძველ დაზგებს იყენებენ. არადა, როდესაც ვიზუალურად ამას უყურებ, ძალიან ხიბლავს, იმიტომ რომ საქართველოს მთიანი რეგიონები ხო კიდე ცალკე სამყარო არის. კიდე ცალკე ეგზოტიკა. ხო, ანუ სხვა კულტურას უყურებ და ეს კულტურა იმდენად საინტერესოა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უყურებ, რომ კი ძველ დაზგებით მუშაობენ, ვერ შეგიძლია თქვა, რომ აი ქარხანა უკეთესია, რომ ქარხანაში გააკეთოს. ამიტომ ისინი სიტყვებით გიწერენ ამას, რომ აი შეხედეთ, საცოდავი ჯობია ქარხანა და ამ დროს ნუ შეიძლება იმას ვიღაც რო უყურებ და რაღაც ერთ მომენტში მოეწონა, რომ რა საინტერესოა, ნახე როგორ ასეთი რაღაც თვალით არ მინახა, ასეთი რაღაცა მსოფლიოში არავის არ აქვს და მარტო ესენი აკეთებენ ასე და უცებ სიტყვა გეუბნება, რომ არა ქარხანა ჯობია და კი ქარხნით ჯობია, იმიტომ რომ უფრო მარტივად გამოვა. რისთვისაც მუშაობს ეს ფილმი, იმას არ ეთანხმები. იდეოლოგიას ნუ ყველა შემთხვევაში მე და თათა ასე ვართ, რომ იმ იდეოლოგიას არ ვიზიარებ, მაგრამ ისი არის ნათქვამი და ისია მოწოდებული და ისია გადაღებული და გაკეთებული, რომ თითოეული წამით იღებ უდიდეს სიამონებას. აი ეს არის პროფესიონალიზმის და ძალიან მაგრობის სრულიად სხვა დონე არის. რომ რაღაცაში არ ეთანხმებოდე შემოქმედს. არ ეთანხმებოდე კი არა, ანუ აბსოლუტურად 180 გრადუსი აბსოლუტურად, მაგრამ მისი ამ ნამოქმედარით იღებდა უდიდეს სიამონებას. ხო, ეგ ძალიან საინტერესო ფენომენია, მეც ეგ მაქვს ანუ რა თქმა უნდა მესმის, რომ ეს ფილმი თავისი დროის გამოძახილია და ის არის, რაც იმ დროს საჭირო იყო, რომ ყოფილიყო. მაინც ვისურვებდი, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს ასეთი
საბჭოთა პროპაგანდის გამოსავალი ფილმი, იმიტომ რომ მართლა ერთადერთი ნაკლი, რაც ამ ფილმს აქვს, არის ზუსტად ეგ, რომ არის პროპაგანდისტული და თან ისეთი რაღაც პროპაგანდა, რაც სრულიად მიუღებელია მართლა. მაგას თუ არ ჩავთვლით, არის სრულყოფილი ფილმი. მაგრამ ეგ არის, რომ ეს სრულყოფილება არ არსებობს, იმიტომ რომ ასეთ ფილმსაც კი რაღაც ძალიან დიდი ნაკლი აქვს. ხო, ცოტა ისე ჟღერს, რომ ასეთ ფილმზე რომ ვქო, ნაკლი, მაგრამ კი როგორ გინდა რომ ეგ არ აღნიშნო, რომ რომ ძალიან ეგრევე რომ გეჭხირება თვალებში ეგეთი. ხო, ან დროის გამოძახილი, რომ იმიტომ 1930 წელია და 13 წლის წინ მოხდა, ის წითელი რევოლუცია, რაც რუსეთს უკავშირდება, ამაზე არის საუბარი. ის ხალხი, ვისაც წამდა იმის, რაც გააკეთეს, ჯერ კიდევ არიან. რაღაც მომენტში ამ ფილმის პროპაგანდა შეიძლება დაკვეთას გულისხმობს და რა თვითონ ისაც კალატოზიშვილმა გააკეთა. იყო გულწრფელი რაღაც მხრივ, რომ მართლა ის, იმიტომ რომ უნდა ვახსენოთ, მიიყვანეს გზები მართლა სამყაროს დაუკავშირდეს ეგეთი რაღაცეების არ აღნიშნო, უბრალოდ სისულელე იქნება 13 წელი რატომაც ვახსენე. ერთ-ერთი თემა არის სწორედ ის, რომ ფეოდალები არის ნახსენები ძალიან ხშირად. რა დროს ფეოდალები 1930 წელია, მაგრამ არა საჭიროა ჯერ კიდევ იმისთვის, რომ ჯერ კიდევ ცოტა ვერ ფიქრობენ ისე როგორც მენტალიტეტით ფიქრობენ. ხო, იმ მენტალიტეტით ფიქრობენ, ასე რომ მსგავსი ჩანართებით სჭირდებოდათ. და ამიტოა რომ ეს ფილმი ასეთ რაღაცებს მაგრამ იტევს რა ძალიან ბევრ რაღაცას იტევს რეჟიმისთვის საინტერესოს, მაგრამ იგივე ის თემების რეჟიმის რაც სჭირდებოდა ძალიან კარგად აქ, ანუ მარტო რეჟიმს როგორ საწყობდა, ისე ხო არ არის ნათქვამი და გადმოცემული. ძალიან რეალურ ჭრილშია რა. მარტო სწორი საკითხს და პრობლემას, რასაც გადმოსცემს ლოკალურად თუ შევხედავთ, დავეთანხმებით კი ეს რა თქმა უნდა გზის გაყვანა, გარე სამყაროსთან დაკავშირება, თან ისეთი ემოციური კადრებია, რაღაც ორსულობასთან დაკავშირებით, ბავშვქაჩენასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ეგრევე გიჩნდება, რომ კი, ანუ ეს ძალიან მაგარ ვინც გააკეთა და ილოცოს მისი ხელი, ვინც ეს გზა გახსნა და გაჭრა და გადაჭრა. მაგრამ როგორც კი ზუმინგაუთს გავაკეთებთ და ცოტა შორს გამოვართ და უფრო დიდ სურათს შევხედავთ და რისთვის არის ეს ნაჩვენები და თუნდაც რისთვის გააკეთეს საბჭოთა კავშირის მოქმედებაც ხო პროპაგანდა იყო. მართლა იმიტომ ხო არ გააკეთეს, რომ აი ძალიან ადარდებდათ ახლა სვანეთში ხალხი როგორ იყო და რა იყო. ეგ იყო ზუსტად რომ პროპაგანდა უნდათ, რომ აი რა მაგარია საბჭოთა კავშირი და რა საშინელება და რა ცუდია ძველი დრო და ფეოდალიზმი და ასე შემდეგ. ზოგადად ნებისმიერი პროპაგანდა ხო, ანუ არსი ეგ არის, რომ რაღაც ცუდს თუ ვაჩვენებ ყველაზე სულელსაც კი ვერ მოვატყუებ, რომ აი ეს ცუდი კარგია. ახლა შეიძლება მოვატყუო, გააჩნია. არ პროპაგანდას სჭირდება რამე ისეთი აჩვენოს, რაღაც მხრივ მაინც ისე შეგახედებს, რომ დადებითია. და მე აი შენ თვითონ ვფიქრებდები, რომ ამას თუ აკეთებდნენ და ეს თუ დადებითია, ესე იგი იქნებ კარგები არიან, ხო? მაგას აკეთებს ძალიან, მაგრამ რომ მაგ ლოკალურ პრობლემებს იყენებს დიდი სურათის რეალური სახის შესაცვლელად. ამ კაცმა ისე მაგრაში შეარჩია რაკურსები, ოღონ ორივე მნიშვნელობით, როგორც მხატვრული, ისე ტექნიკური. ვაიმე ის რო არ გიხსენებია, გამოიწერეთ ჩვენი არხი. მაშინ გადავიდეთ ტექნიკურ ნაწილზე. დავიწყოთ კამერით, რასაკვირველია კამერით, იმიტომ რომ კალატოზიშვილი და კამერა, კალატოზიშვილია კამერა. იმდენი რაღაც არ შევაწერე და იმდენი რაღაცის ხსენება შეიძლება, მართლა თითოეული წამი არის კამერის. სწრაფი ტემპი უკვე ვახსენე და ან ეს სისწრაფე არ მდგომარეობს მხოლოდ მონტაჟში. ეს არის კამერის მოძრაობაც რა. ასეთი ცოცხალი კამერა, ასეთი თავისუფალი კამერა, არ ვიცი სხვა რომელ ფილმში მინახავს ამ მასშტაბის და ასე თითოეულ კადრში რომ მართლა სუნთქავს კი არა, ქოშინებს, ანუ არ ვიცი. არა, გამთავრი და მე. ხო, ანუ იმის ხო. შეუგები. ეხლა ხალხო როგორ უნდა გამომიწეროთ აი ამის რა მახსენდება ეხლა თან ანუ არ ვიცი რომელზე რა ვთქვა რომელ ეპიზოდზე უნდა გამახსოვდე კონკრეტულად რა უნდა და ხშირად ამბობენ რეჟისორები რომ მონტაჟში მივხედავ ამას და ასე შემდეგ მაგრამ არა თუ არ გადაიღე ისე რომ მე მონტაჟში მოახერხო იმის მიხედვა არ გამოვაიგდე ჩემ მეგობარო არ გამოვაიგდე მეგობარო რეჟისორი ხო ანუ ქართველების სვანი ხალხის შინაგან ძალას სიმტკიცეს შრომის მოყვარეობას ყოველგვარი გასაჭირის მიუხედავად რომ მედგრად განან და მაგრად განან და აი რო შეხედა ვიზუალურად და რო
მიხვდები რამ ხელად ძალა მოდის იმათგან კამერა აჩვენებს მართლა ამ ყველაფერს. მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, ამ ადამიანების პერსონაჟების ვიზუალზეც ბევრია დამოკიდებული. უცხოელის თვალით რო შევხედოთ ახლა ქართველების და განსაკუთრებით ესე მთის ხალხის და სვანი ხალხის ვიზუალიც რამდენად ეგზოტიკური და ბევრის მთქმელია. კამერის რაკურსები და მოძრაობა და ეს გადაბმები იმ ხელად ძალას აჩვენებს. არ ვიცი რა, ძალიან დიდი მოხდება აქვს მაგალითად. კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ 1930 წელი არის ამ დროს ეიზენშტეინს მე უფრო ვახსენებთ, მაგრამ ზიგაუერტოვი არის ადამიანი კამერა და ზუსტად მონტაჟზე ოღონდ. ეგრევე რა საკვირველია, რომ მხოლოდ კამერის გამო წამოიღო ზოგადად, ხო? ეგრევე, პუტიომკინი კინოთვალ, ხო? კინოთვალ და ეს ფილმები, ხო? როგორი მაგარი რიტმია და როგორი სწრაფია და მოკლედ რა ხდება, მაგრამ ეს ძირითადად ეიზენშტეინთან მით უმეტეს ხდება მონტაჟის ხარჯზე. და ძიგასთან გასაგებია, რომ კამერა იმაშობა, ჩემი ძიგარი ძიგა თუ ვინა. უფრო ხდება კამერის, იმიტომ რომ ეს თეორია მისი ასეთი იყო, მაგრამ ის ტემპი მაინც არ აქვს. კალაწოზიშვილი კიდე სხვანაირად ხედავდა კამერას, რაც მომავალში გამოჩნდა უფრო მაგრად, პირველ რიგში მე კლუბაში ხო, სასწაულად და მე წერილობის გადაფრენ და ხა სხვა ფილმებს არ ჩამოვთვლით, თუ გაინტერესებთ იმ ფილმებს. უდიდესი ამონებით განვიხილავთ თუ და გაინტერესებთ რომელიმე, მაგრამ აი აქვე უკვე ჯიმშვანთეშივე ისე მაგრა ჩანს ეს, გულისხმობ რომ აი პეიზაჟებზე როგორ მუშაობს, პანორამული ხედები კიდე სხვა, ანუ ცალკე შეგვიძლია გამოყო და ზოგადად პეიზაჟები კიდე ცალკე შეგვიძლია. პორტრეტები კიდე ცალკე ამბავია რასაკეთებს და ეს სტატიკური კამერები, არასტატიკური კამერაზე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ, იმიტომ რომ მაგალითად აი ფეოდალები რომ მოდიან და კოშკიდან რომ ლოდებს ქვებს ისვრიან. და იცი ხარ რას თქვი, რომ გაგრძელება კამერის არა მონტაჟით გაგრძელება, კამერით გაგრძელება. წევს ნელ-ნელა და ისვრის, როგორ ჩამოყვება კამერა და აბსოლუტურად ახალი ეპიზოდი იწყება. როგორ ვარდება ეს ქვა ქვემოთ, ანუ ეს ლოგიკური განვითარება, პატარა ამბავიც არ ქვია, ხო, ქვისროლასია. ხო, ქმედების, კამერას როგორ აქვს ეს გაკეთებული. ასეთი რაღაცები ძალიან ბევრია. სტატიკური და არასტატიკური ახსენე, კონტრასტი პეიზაჟის სტატიკურობას და ძირითადად როცა ადამიანს ხედავთ, რა თქმა უნდა, ეს ადამიანები როგორც წესი ამ ფილმში რაღაცას აკეთებენ აუცილებლად, ანუ ესე არავინ არ დგას. ყოველთვის მოძრაობს თითქმის კამერა. კი არის ეს ახლო ხედები, მაგრამ ეგეც ძალიან წამიერი, ანუ ტემპში რა, ანუ ძალიან სწრაფი. ისეთი კონტრასტი იქნება, რომ რეალურად ხო ბუნებასთან ბრძოლა, უბრალოდ როგორ ებრძვის ბუნება ადამიანებს სიტყვა მოიტანა და დრამატურგიულად იმ კონტრასტსაც ვახსენებ, რომ იმას გუჩვენებს, როგორ ებრძოდა გარემტერს, ანუ ამ პრობლემას აკენებს, რომ ეს კოშკები გარეშემტრისგან იცავდნენ სვან ხალხს და ასე შემდეგ. მერე მთელი ფილმი ეთმობა უკვე ბუნებასთან ბრძოლას და ის, რომ ანუ ვერანაირად ვერ შეედრება გარეშემტერი ბუნებას, იმიტომ რომ ყველა მისის, რომ ბუნების დამარცხება ადამიანის მიერ შეუძლებელია რა. ეს სტატიკურობა თითქოს იმ ყოფას გუჩვენებს, რომ ანუ ბუნება არ აპირებს, რომ სვან, ანუ ამ ხალხს რამე დაუთმოს. ამ დროს ეს ხალხი მართლა ჭიანჭველებივით იბრძვის და შრომობს, რომ ამ ყოფისგან თავი დაიხსნას რა. და კამერით ეს შეპირისპირება მართლა გრძნობ ამ ადამიანების დაღლილობას და მაინც შეუპოვრობას და ბრძოლას ბუნების წინააღმდეგ. სტატიკურობაში თითქოს ჩანს ბუნების დამცინავი დამოკიდებულება ამ ხალხის. თქვენ რაც არ უნდა სცადოთ, ეს ვარ. უფრო იყო ზუსტად ეგ მშობიარობის და გლოვის სცენა, დაძაბულ ტრაგიკულ მდგომარეობაში ყოფნის დროს არის კამერა ასე დროს რაღაც თითქოს უყურებს ასე. და ერთი ასევე არის ლოცვა და მოლოდინის დრო. აუცილებლად უნდა აღვნიშნო ეს, როცა ლოცულობენ ეს პორტრეტები რა არის, რომ მართლა რამდენიმე წამიანია და მიუხედავად იმისა, რომ უხმო კინოსთვის არ იყო ადამიანის სახით გაჭედილი კადრი, ეს არ არის ახალი ამბავი, აბსოლუტურად სულ სხვა მოდელს იძლევა კალაწოზიშვილი ამ მხრივ, იმიტომ რომ ძირთად ეს ხო იყო ხომ თვალები დაქაჩული, იყურება პერსონაჟები ან ყვირის ან რაღაც აი ძალიან ემოციურ მომენტში არის ხოლმე ეგრე რომ უფრო გაამძაფროს, აქ არ აქვს პირიქით დადუმებული, აი პირმოკუმულები ცევდას ტკივილს აჩვენებს, ადამიანური სახე აჩვენა ადამიანების რა, აბსოლუტურად შეტრიალებულად გააკეთა პროპაგანდისთვის. აქ როგორც ხდებოდა ხოლმე რა, რომ რაღაცას რო ეუბნებოდნენ, გადაიღე ასე და გააკეთე ასე, რომ აი აჩვენე როგორც ცუდად არიან, მართლა აჩვენა როგორც ცუდად არიან, მაგრამ თან ისი აჩვენა, ისი არა როგორც იმათ უნდოდა რა. ღირსება შეუნარჩუნა და ანუ პატივისცემა. ის დამოკიდებულება არ არის, ვაი თქვა საწყლებო და თქვენ დახმარება გჭირდებათ, ეგ დამოკიდებულება საერთოდ არ არის. და ალბათ მაგიტო არის, ანუ კიდევ მაგიტო არის
ძალიან შედევრი. კალატოზიშვილმა რა აღმოჩენების გააკეთა და რა ამბების გააკეთა კამერასთან დაკავშირებით. ვაუ, ეს როგორ არის გაკეთებული და რაღაცა. კალატოზიშვილს ეგ ისე დროს აქ მოფიქრებული და ისე დროს გაკეთებული, რომ ომაგა. თან ანუ მით უმეტეს ეხა იმდენი ტექნიკური საშუალებაა, რომ ის კიდე რეებს ფიქრობდა და რანაირად აღწევდა იმ შედეგს, რაც ეხლა მართლა ძალიან მარტივია, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა შემოდებ კამერას და ეს აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთი ფაბრუს ხვევის, რომელიც ჯიმშვანთეში არის პირველად, მეორედ წეროების გადაფრენაში იყენებს და წეროების მაინც რამხელა განსხვავება 25 წლიანი განსხვავება არის და მიუხედავად იმისა, აქ როგორ მაგრად არის გაკეთებული, მაინც როგორ ეტყობა, გამოცდილება მაინც სხვა რო აქვს, იმიტომ რომ იქ კიდე სულ სხვა დონეზე არის აყვანილი ეს ფაბრუს ხვევის სცენა. წეროების გადაფრენის შემდეგ, სადაც ნახულობთ ამ სუბიექტურ კამერას, რო ესე ტრიალებს და კონწიალობს ესე ჰაერში, იაპონიაში, ევროპის ყველა ქვეყანაში, ჰოლივუდში, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ყველა აკეთებდა დეკადების განმავლობაში, ანუ ყელში. კონკრეტულად ფილმსაც ვერ დავასახელებთ, იმიტომ რომ რავი, ჩართეს ნებისმიერი ფილმი და ყველგან არის. და რატო? იმდენად ეფექტური იყო. რაც მახსენდება უხმო კინოდან ჯიმ შვანთემდე არის მურნაუს უკანასკნელ ადამიანში. ხო, ეს ბარბაცის და ის ხალხო არ გინდათ ეგ ფილმი რომ გამოსულოს, თუ გინდათ რომ გამოსულოთ დაწერთ, იმიტომ რომ ხო, ეგ კი ბარბაცის და იმის სცენა კი აქ უბრალოდ ეს ამოყირავება და ეს ანუ ეს ბზრიალი სცენა. კალატოზიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც კამერა მართლა ადამიანი გახადა რა. თუ დაუშვათ კინოკები ამბობდნენ იმას, რომ კამერა არის იდეალური, ადამიანის თვალი არ არის, კალატოზიშვილმა მოახერხა ის, რომ კამერა გახადა ადამიანი. რაც კი იგივე მურნაუსთან და სხვა რეჟისორებთან, განსაკუთრებით კი გერმანულ კინოში 20-იან წლებში ხდებოდა, მაგრამ რაღაც აღმოჩენები და საინტერესო ძიებები იყო. და ის კადრი, ორი კადრი მინდა რომ ვახსენო. ყელში ამოსული როა, ოღონ გადამღერება როა ყელში ამოსული და არა ორიგინალი. გასაკვირველია. სიკვდილის ცეკვა ბერგმანის. რამდენად ბერგმანს ეს ნანახი ქონდაო, არ არის აუცილებელი ნანახი ქონდა. პირიქით, მე ეგეთი რაღაცეები უფრო მეტად მიყვარს ხოლმე, რომ 1930 წელს კალატოზიშვილი იღებს ზუსტად სიკვდილის ცეკვის თან რაღაც აზრობრივათაც ძალიან ახლოს არის, იმიტომ რომ სასიკვდილო გზას გადიან იქაც. ხო ეს სვანები. ბერგმანი სრულიად ასე რენდომად მართალია დეკადების შემდეგ, მაგრამ იღებს სიკვდილის ცეკვას. თითქოს კოლექტიურ ცნობიერშია. ხო, რაღაც შადებული. გენიოსის ტვინი როგორ არის მოწყობილი ანუ ხო, სულ არ არის გამორიცხული, რომ ორმა ადამიანმა რაღაც ერთნაირად დაინახოს. მაინც ძალიან განსხვავებულია. ეგ არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ მანდაც ზღვარია დასაჭერი და მართლა თოქზე გადის ორივე, ანუ რომ ერთნაირი არ იყოს რა, ანუ საერთოდ მაგაზე ანუ ბერგმანი დარწმუნებული ვარ, არც ფიქრობდა, შეიძლება მართლა ნანახიც არ აქვს, თუმცა შეიძლება ნანახი. ხო, ისეთ პერიოდში რომ მას შეიძლება. ხო, შეიძლება ქონდა. ძალიან მაგარი რაღაცა იქ ხელოვნებაში რა, რამდენად ხშირად გადიხარ მაგ ბეწვის ხიდზე. ხო, მაგას აქ მოღამი ხო რეალურად ალბათ. მე ძალიან მიყვარს ციტატები და რეფერენსები, ანუ გიჟდები მაგიტუა ხელოვნება ბევრი იმიტუა, რომ ხო, ანუ თუ არ გამოიყენი, აბა რატო. ამდენჯეროა სიკვდილის ცეკვა გადამღერებული და გაკეთებული კი გიხარია მოგწონს ვიზუალურად რო უყურებ, მაგრამ მე ეს ბევრად უფრო მომწონს, რომ ამ ორმა ადამიანმა ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად და რომ ერთი და იგივე რაღაცა გააკეთეს. ამას კიდე სულ სხვა მუღამი აქვს, ეს კიდე სულ სხვა კოსმოსი და სულ სხვა კავშირი ამ ორ რეჟისორს შორის. სულიერი. ვინაიდან ეს ვიდეო უფრო დიდი გამოდის, ვიდრე თავად ფილმია გადაღებული, გადავალთ მონტაჟზე, ოდესღაც გადავალთ. ვერტოვზე ვთქვი, რომ ერთ შედარებას მოვიყვანთ ხო და მონტაჟზე ლაპარაკი ამით მინდა დავიწყო. რელიგიასთან დაკავშირებულ ეპიზოდში, რაც ანუ უკვე ვახსენეთ, სიკვდილის მონაკვეთი და მშობიარობის მონაკვეთი. რა თქმა უნდა, ეხლა აშკარა კონტრასტთან ანუ პარალელური მონტაჟით არის გაკეთებული და სიტყვიერად თქვა არ სჭირდება, მე მგონი, რომ პარალელური მონტაჟით გაკეთებული მშობიარობის და გარდაცვალების კადრები რას უნდა ნიშნავდეს. საქმე იმაშია და რატომაც მოვიყვანე ახლა ეს არის, რომ ვერტოვის ადამიანი გამერით ხელში, რაც მაგ ფილმიდან სცენა, რაც არასდროს არ მოვიწყდება და რამაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, არის გასვენების და ქორწილის სცენის პარალელური მონტაჟი. გამახსენდა, როგორც კი ჯიმ შვანთეს ვუყურე, რომ ის პარალელური მონტაჟით გადმოცემული აზრი, რომ აი ორი კადრის
შეკავშირებას, სრულიად განსხვავებული მოცემულობის და სიტუაციის შეკავშირებას, რამხელა აზრის, რამხელა ფილოსოფიური აზრის გადმოცემა შეუძლია, ისე რომ არც კლიშე იყოს რაღაც ბანალური პირიქით. დღეს რო ვინმე გააკეთოს, ეგ ძალიან კლიშე იქნება და იმის გამო არა რომ უკვე გაკეთებულია. არ არის რაღაც ისე შეფარული, ანუ სიკვდილი და სიცოცხლე არ არის შეფარულად გადმოცემული აქ შეპირისპირება, ძალიან ღიად არის და ალბათ ამიტომ არის რომ დღეს გაკეთებული ძალიან ბანალური იქნებოდა, მაგრამ ჯიმ შვონთეში ეს არის როგორც ბერტოვთან ერთ-ერთი ყველაზე ძაფრი და ემოციური სცენა და რაც ვახსენეთ უკვე პროპაგანდას ძალიან სჭირდება მხოლოდ აზრობრივი არ იყოს და იყოს რაღაც ემოციური დარტყმები. ძალიან მაგარი უპირატესობა გვაქვს დღევანდელ საზოგადოებაში მაგ მხრივ. გამოცდილება. არც ვერტოს და არც კალატოზიშვილს ანუ მათთვის არ არსებობდა გამოცდილება, განა მათ ანუ პირადად მათ ქონდათ და არ ქონდათ, კი არა, კინემატოგრაფს არ ქონა ეგ გამოცდილება. პირდაპირ მოუწია ორივეს მაგის გაკეთება. და როგორ მაღალ დონეზე არის შესრულებული. კიდევ ერთი მონტაჟის ხერხი, მაშინ რაღაც ვერტოვი ვახსენეთ, ეიზენშტეინიც აუცილებლად უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ მთავარი თეორეტიკოსი საბჭოთა კავშირში კი არა, რავი, ეგეთი დონის თეორეტიკოსი მონტაჟის საკითხებში სოფლიოში მე მგონი კი არა, რავი, ვინ არის? არავინ. ატრაქციონების მონტაჟი, რომელიც ეიზენშტეინ, ანუ ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ხერხი, რაც იშვიათად გამოდის, მაღალი ტემპი რაც ვახსენეთ, განსაკუთრებით, აი გუგუნებს და თვალები გიჭრელდება და ასე შემდეგ ხდება. და ემოციური დარტყმებიც მაგაზე მოდის. და ეს ტემპის აი უსაზღვროთ რო იჯდება და სულ სხვა სიჩქარეში რო გადადის არის. ფილმის ბოლოსკენ ერთმანეთში როგორ იცვლება წერაქვის მოქნება, პორტრეტი, მერე უცებ აფეთქების ხმა, გზა როგორ შემოდის, აფეთქება ისე, მერე ისე წერაქვი, ოფლიანი ზურგი, აი მე რო ლაპარაკ ვცდილობ ჩქარა ვთქვა, მაგრამ ანუ ვერასდროს ვერ დავეწევი ეს კადრები როგორ ენაცვლება ერთმანეთს. აი რა არის პარალელური მონტაჟი, ატრაქციონების მონტაჟი კი რასაკვირველია ამ ყველაფერს თავისი განმარტება აქვს, მაგრამ ბოლო ნაწილი რო ჩართოთ მონტაჟი ჯიმ შვონთეში არანაირი განმარტების ცოდნა არ გჭირდებათ, აი რო ნახავთ. ეგ არის ატრაქციონების მონტაჟი. ეხლა რაც ვახსენეთ ჯაშუნსნაი პუტიუმკინი, ანუ პუტიუმკინის გამოცდილება, ჩემს ეს როგორც გამოცდილება აქ გამოყენებული რა. თან არ ვიცი რამდენად სწორად მახსოვს, შენ თუ გახსოვს ეიზენშტეინის თეორიები, ანუ კი პოტიომკინში კარგად ჩანს პრაქტიკაში, მაგრამ თეორიები ხო უფრო გვიან დაიწერა. 40-იანი წლები მახსოვს, ანუ ყოველ შემთხვევაში 30-იან წლებში კალატოზიშვილს რა თქმა უნდა იქნებოდა ის ნანახი, ახლა მაგაზე ორი აზრი არსებობს. ეგ გამოცდილებაც არ არის როგორც თეორიული, რომ აი რაღაც წაიკითხა და ხო, არა. ყველა ფილმს უყურებს, ხო, რეჟისორები, ანუ კარგ რეჟისორს ძალიან ბევრი ფილმი აქვს ნანახი, რა თქმა უნდა. თეორიას ხო არ კითხულობს, ანუ ილექება მაშინ რაღაცნაირად ქვეცნობიერში და ალბათ სავარაუდოდ კალატოზიშვილთანაც ეგრე დაილექა პოტიომკინში გამოყენებული ის ბიჟური მონტაჟური მეთოდები. რევოლუცია მოდის. მინდა პარალელი გავავლო ამ ფილმში არსებულ სხვა ეპიზოდთან როგორი არა პროპაგანდისტული გამოვიდა რეალურად ეს ფილმი, რომ რევოლუცია მოდის სიგიჟით და არაადეკვატურობით. თვითონ რევოლუციონერის სახეზე არის გამოსახული ეს, ახლა ჩემი დასკვნა და ჩემი აღმოჩენა არ არის ეს როდის დაასკვეს და მიხვდნენ, მაგრამ იმდენად ნათელია მე ეგ მიკვირს, რომ თავიდანვე რო ნახეს ეს ფილმი, ეგ როგორ ვერ დაინახეს, უბრალოდ ეგ მიკვირს. პარალელურად რაც მინდა ვახსენო თავად ამ ფილმში ნაჩვენები, როცა იწყება კინოსურათი და ფეოდალი რო შემოდის, რა სახით შემოდის, რომ აი რო ეხვეწებიან გლეხები, თვალს რო არიძებს და ესე გაბრაზებული რაღაც მოკუფრული სახით რო აქეთ-იქით იყურება და ბოლოს როგორ მთავრდება ფილმი, როცა რევოლუციონერი შემოდის და იგივე ესე უაზრო რაღაც გაბრაზებული სახით, უბრალოდ განსხვავება ის არის, რომ იქ ანუ ეს არის ახლო ხედით და იქ საშუალო ხედით არის ეს ნაჩვენები. მინდა აი მასში ვახსენო ასევე როგორ წერია, შენი საწარმოო გეგმა რელიგიაზე და ათადებზე მნიშვნელოვანია, ეს ეწერება პირდაპირ. და ამ სიტყვებს მოყვება წერაქვის მოქნევა, ეცემა წერაქვი მიწას და მე აფეთქება ეგრევე, რომელსაც რაღაც შავი ანუ აფეთქების ეს შავი ლაქები მოყვება რა. აი მაგაზე ვგიჟდები, რომ ეს ფილმი ხო ნახეს სანამ გაუშვებდნენ. აი ამით როგორ ვერ მიხვდნენ, ამ როგორ არ გააღიზიანა დამკვეთი. ანუ ბოლომდე არ ნახეს. ჯანმრთელი იყო მათთვის. მარტო ეს შეფასება თავად კალატოზიშვილის მიერ გაკეთებული აჩვენებს იმას, როგორი არა პროპაგანდისტული ფილმი გამოვიდა რეალურად. აქაც მონტაჟის ცალკე მაგ
ეს slow motion-ი როგორ გაკეთებული აი ღმერთი თან თუ გავითვალეს ზოგადად რა სწრაფი ტემპი აქვს ფილმს და ანუ თითოეული კადრი რა სწრაფია განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს მერე ეგ შენარებული კადრი ამ ქვიშის ეს ამოსვლა მერე ბუღის და ნუ აი რა სურათი იქნება აი მთელი ფილმის განმავლობაში აი ზუსტად რო სუნთქავ იმ კამერასთან და იმ პერსონაჟებთან ერთად შენს რო ქლოშინებ აი აქ ბოლოს რაღაც ცოტა უფრო ღრმა სუნთქვას იწყებ მაგრამ ეს არ არის შესვენების ღრმა სუნთქვა რომ აი დავისვენო აი პირიქით თითქოს რაღაც ახლის დასაწყისია როგორც რეალურად ფილმის ბოლოს რაღაც ახლის დასაწყისს ვხედავთ. ბოლოს სცენაზე აღარ გავაკეთებ კომენტარში და მარტო ეს ხომ მორჩეს ეს ვიდეო და თუმცა როგორ გადაგწურე და ეს ოფში გაგხვითქვე ხო და ოფში მართლა გავხვითქვე იმიტომ რომ ყველა ფანჯარა დაკეტილია. ხარ სუნთქო. რამდენი რაღაც ვახსენეთ რომ ეს აქ გაკეთებული კადრში ეს ყველანაირი კამერა გამოყენებული აქ რაც არსებობდა რაც არ არსებობდა თვითონ რომ მოიგონა ამ ფილმისთვის მონტაჟი რაც არსებობდა ყველაფერი რომ გამოიყენა თვითონში და მონტაჟებით რა გააკეთა ამდენი რაღაცა როა გაკეთებული 47 წუთში ძალიან აჯაფსანდალი შეიძლება იყოს როცა რაღაც ზედმეტებს ცდილობენ რეჟისორები და ხო აი ერთმანეთში შეზავება ამ ყველაფრის რამდენად გემოვნებით არის რამდენად მარილიანია ხო ეს ყველამ უნდა იცოდეს რომ ანუ კალატოზიშვილი ყავდა გენიოსი და ეგო გარუსტა და კალატოზოვი რო გახდა დიდი ბოდიში მაგრამ ასე გალაქტიონის წერდა იმის რეჟიმისთვის ლექსებს მაგრამ არავინ ანუ მაგ სხვა მიზნით არის კალატოზოვი და არა გის რომ ლეგენდით დავამთავროთ ადამიანებს დაპირდა ახლა ლეგენდა არ ვიცი როგორ გამახსენდა იმით რაღაც ჯგუფს მოუწია სამთავრობო ჯგუფს და კინოსამინისტრო ცალკე იყო ასე რომ კი კალატოზიშვილიც რაღაც დასაქმებული იყო იქ და მოკლედ წავიდნენ არგენტინაში იქ შეხვდნენ ნუ იქაურ მთავრობის წარმომადგენლებს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ქართველთან ყველაზე კარგად დაამყარა კომუნიკაცია სამხრეთელმა არგენტინელმა მიიპატიჟა თავისთან სახლში და რო გაიგო რომ რეჟისორი ყოფილა ეს კალატოზიშვილი მე მაგ ერთი ფილმი რომელიც საბჭოთა კავშირში არის გადაღებული მაგრამ ან რეჟისორი ვინ არის ან რა ფილმი ან ვერ გაიგო ვერაფერი გაყვა ვნახოთო მოდიო ეს ფილმი ეგებ ვიცოდეო გადმოიღო ჩაურთო ფილმი და აღმოჩნდა რომ ის რეჟისორი ვინც არის ცოდა რომ ვინ იყო და ეს ფილმი იყო კალატოზიშვილის ჯიმ ფრანტე ეს რეჟისორიო რო ეძებო მე ვარო ეს ჩემი გადაღებული ფილმია შენ რო გაგაგიჟაო ამ დროს ანუ დაზუსტებითაც არ ვიცით იმიტომ რომ ხო მაგრამ მე მგონი ანუ ძალიან სიმართლეს გავს ასევე ანუ ერთი ისიც შეგვიძლია ვთქვათ რომ მარტინ სკორსეზის ძალიან საყვარელი ფილმია ჯიმ ფრანტე მე როგორც და კალატოზიშვილი უყვარს ძალიან ერთ-ერთი რომელიღაც კალატოზიშვილის რომელიღაც ფილმზე არ იყო რომ წეროებზე და სკორსეზს კოპოლას უყვარს კოპოლას და სკორსეზს ხო მაგრამ ნუ ყველაზე ჯიგრებს და ყველაზე მაგრებს რა ზოგადად კალატოზიშვილი და არა მხოლოდ კალატოზიშვილი ან ძალიან მაგარი კინემატოგრაფი გვაქვს იმდენი გამოცდილება გვაქვს მიცემული სოფლიოსთვის კინემატოგრაფში რაზეც უფრო ცლად საუბრობს გვანცანაზად ეს დოკუმენტი კიდე კაი მიორჩანორ გამშვიდობოთ ამ კარგ ხალხს დაგემშვიდობებით იმედია მოგეწონათ ეს განხილვა იმედია სხვების განხილვასაც გვეტყვით იმიტომ რომ ძალიან გვინდა მადლობთ ყურადღებისთვის